მოძრაობა ფარის დამფუძნებელი თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე გვეტყვის როგორ ჩაიარა ამ აქციამ ამ კადრებს თქვენ უყურებთ ახლა და როგორი არის მათი გეგმები თუნდაც სახვალიოდ ბატონ გიორგი თუ ავშთებით თქვენ ხართ უკვე ჩვენთან კავშირზე წვიმიანი ამინდი დაგემთხვათ როგორ ჩაიარა ამ აქციამ რა იყო მისი მიზანი და მოთხოვნები მოგესალმებით მივესალმებით ჩვენ მაყურებელს დღეს აქციამ კარგად ჩაიარა მიუხედავად ცუდი ამინდისა თქვენ აკვირდებით ხალხი დგას ელოდება შემდეგ ნაბიჯებს რომელზეც მოგვიანებით გეტყვით თავარი არის რომ დღეს ჩვენ შევთანხმდით რომ ქვეყანას ჭირდება რევოლუციური ცვლილებები ჩვენ შევთანხმდით რომ ბრძოლას ყოველდღიურად გავაგრძელებთ ავიქნებით თარიღებზე მიბმული უბრალოდ დღეს რა თქმა უნდა სიმბოლური დღე იყო და რომ არ გვეპასუხა ასეთი აქციის წარმოუდგენელი იყო 200 დღეა პროტესტის მაგრამ ჩვენი შემდეგი მოქმედებები აღარ იქნება მიბმული თარიღებზე ჩვენ კიდევ უფრო ხშირად მოვალთ მთავრობის კანცელარიასთან იმიტომ რომ აქ არის დაბუდებული მთავარი ბოროტება არალეგიტიმური მთავრობა რომელიც მართავს ზუსტად იმ პროცესებს რომლებმაც ბევრი უბედურება მოუტანა ქვეყანას და მათ შორის იმ დიდი ომის ესე რომ ვთქვათ მოლოდინში რომელიც არსებობს რეგიონში რომლის ეპიცენტრი საქართველოს არის თავისი ტერიტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენ ამ პირობებში არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ იმდენი მოახერხა რომ დავრჩით დაუცველი ჩვენ არ ყავს მოკავშირე არ გვაქვს გეგმა როგორ გავუმკლავდეთ იმ საფრთხეს რომელიც გვიახლოვდება და ამის თავიდან აწილების ერთადერთი გზა არის რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად გადავაყენოთ არსებული არალეგიტიმური მთავრობა აღვადგინოთ ძველი კავშირები აღვადგინოთ მოკავშირეებთან სტრატეგიული პარტნიორობა იმისთვის რომ ჩვენი მშვიდობა იყოს გარანტირებული ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თემა როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ რომ ქვეყანას ჭირდება რევოლუციური ცვლილებები ქვეყანას აღარ ჭირდება პროტესტი და პერფორმანსები რა თქმა უნდა ესეც არის და მნიშვნელოვანია მაგრამ ეხლა ჭირდება ქმედება გეგმის მიხედვით გააზრებული ქმედება შედეგზე ორიენტირებული თქვენ ახსენებთ ამ სიტყვას ხო რევოლუციური ცვლილებები ამავე დროს ყოველთვის ხას უსვავთ მშვიდობიანი პროტესტის მნიშვნელობას აი ძალიან რთულია და ამავე დროს მნიშვნელოვანი მკაფიოდ ეთქვა საზოგადოებას სად გადის ეს ზღვარი როგორ მიიღწეს ეს შედეგი თუ კი რაიმე ტიპის თუნდაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამ ხელისუფლების და აი ამ სიტუაციის გათვალისწინებით არ არის ის გზა რომელიც ამაზე არის ორიენტირებული რა რიგში დგება მათ შორის დღევანდელი აქციაც და ის რაც თქვენ დაანონსეთ რა ფორმები ექნება მას ისეთი რომელიც შეიძლება აღმავალი გზით წავიდეს და შეუქმნას ისეთი მასშტაბის დისკომფორტი მოქმედ ხელისუფლებას რომ ის ან ძალიან მნიშვნელოვან დათმობებზე წამოვიდეს ან საერთოდ ხელისუფლების ცვლილებას მივახციოთ მოდი ვთქვათ რომ ეხლა დიქტატორებისთვის ძალიან შავი პერიოდი დაიწყო, როდესაც დასავლეთი ძალას იკრებს, კონსოლიდირდება იმ idეის ირგვლივ, რომ არ შეიძლება კაცობრიობა დარჩეს დიქტატორული რეჟიმების შანტაჟის ქვეშ. ამიტომ ამ ბრძოლას ჩვენთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ქართველი ხალხის ბრძოლა იქნება მხარდაჭერილი. არავინ არ დაგტოვებს ჩვენ ისეთი უსუსური და უსახური რეჟიმის პირისპირ მარტო, როგორც ძინა ივანიშვილის რეჟიმია. ეს ერთი, მაგრამ თავარი მაინც არის ყველაფერს იმისთვის რომ დამთავრდეს სწრაფად და მშვიდობიანად ამას ჭირდება ჩვენი ერთად დგომა. რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ ტიპის აქციებზე განსაკუთრებით კანცელარიასთან უნდა შევიკრიბოთ ბევრი და თუ ჩვენ ვიქნებით ბევრი, ჩვენი წარმატება იქნება ძალიან სწრაფად. თვით პოლიციელებიც კი, რომლებიც ეხლა თითქოს რეჟიმის სამსახურში არიან, ისინი ელოდებიან და ისინი მზად არიან იყვნენ ხალხის მხარეს, თუ ხალხი ერთ პირს ერთიანობას მიაღწევს და პროტესტი იქნება ერთიანი და ამ გზაზე ყველაზე სამწუხაროა ის რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ კიდე არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე ჩვენ არ გვჭირდება ესეთი რთული კომბინაციები ეხლა რაღაცა ბრძოლა მუდმივად გაგრძელდეს და არავინ ამის დროს ჩვენ არ გვაძლევს ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ ხელისუფლება ხალხს უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება და ამისთვის გვჭირდება მარტივი მესიჯები მარტივი გეგმები უბრალოდ ერთად დგომა და
ყოველგვარი დისკუსია გადავდოთ სხვა დროს რა როგორ და რა პირობებში მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა მთავარია ქვეყანაში ნებისმიერ ესე რომ ვთქვათ გეგმა წყალში ჩაგვეყრება, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა იქნება ფუჭი თუ რეჟიმი დარჩება ხელისუფლებაში, თუ ვერ მოახერხებთ და ვერ გადავაყენებთ მთავრობას. ამიტომ ამაში კიდევ ერთხელ ძალიან მარტივი გეგმა და მარტივი სქემა. ვიქნებით ერთად, ვიქნებით ბევრი, იქნება წარმატება, თან ეს წარმატება იქნება სწრაფი და ამ წარმატებაში არ იქნება ძალადობა საერთოდ. ბატონ გიორგი, ბოლო კითხვას დაგისვავთ. თქვენ თქვით, რომ დისკუსია არ არის საჭიროა მოქმედება. მაგალითად, გათენდა ხვალინდელი დღე. თუნდაც ამ აქციის განგრძობადობის თვალსაზრისით, თუნდაც კანცელარიის მოქმედი პირების სამუშაო გარემოს თვალსაზრისით, რაიმე გეგმები გაქვთ დღე რაიმე დაანონსდა, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ამის თაობაზეც რომ ინფორმაცია მიაწოდოთ საზოგადოებას. ეხლა ჩვენ წინა კვირის განმავლობაში 4 უბანში ვიყავით, ანუ ჩვენ დავდივართ მსვლელობები გვაქვს უბნებში შეგვაქვს პროტესტი, ვიყავით ვარკეთილში, ვიყავით სანზონაში, ვიყავით დიდმის მასივში, ვიყავით საბურთალოზე და ჩვენ გვინდა ზუსტად ხალხს ვესაუბროთ და ვესაუბრებით იმისთვის, რომ მოახდინოთ მათი მობილიზაცია. მათ აუხსნათ, რომ ეხლა პარტიული ინტერესების, პარტიული ჭიდიდის დრო არ არის, რომ საქმე გვაქვს მარტივ თემასთან. ვიქნებით ერთად, დავდგებით ერთად, მივიღებთ წარმატებას. ამიტომ 20 რიცხვში ჩვენ ისევ შევიკრიბებით კანცელარიასთან და ეს არის უახლოესი გეგმა და შემდეგ უკვე ვექნება საუბარი ხანგრძლივ თემაზე, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა არის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკურმა ელიტამ, მათ შორის პრეზიდენტმა დაასრულონ კამათი და უფრო მარტივ მესიჯებზე, მარტივ საქმეზე შეთანხმდნენ იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე თუ რა იქნება რეჟიმის შემდეგ იყოს ძალიან კაფიო წარმოდგენილი, ხოლო ბრძოლა არ იყოს რაღაცა გაჯერებული დისკუსიაზე იმას, რომ სოციოლოგიური დაკვეთა თითქოს გვეუბნება, რომ მოსახლეობა მოითხოვს არჩევნებში მონაწილეობას. მე მარტივი არითმეტიკა თუ ყველაფერს არითმეტიკულად დავთვლით, რომ არ გააყალბოს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა, რაც წარმოუდგენელია მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელიც აპირებს ესე რომ ვთქვათ არჩევნებზე მისვლას, არ წარმოადგენს 20%-ზე მეც და ამ 20% ეს უბრალოდ ბავშვობა იქნება, ეს არის რეჟიმის დასასრული პირიქით, ეს იქნება რეჟიმის ლეგიტიმაციის ძალიან რიყული ნაბიჯი. ამიტომ კიდევ ერთხელ დავასრულოთ ამ თემებზე საუბარი შემოდგომის არჩევნებზე და ვისაუბროთ დღეს როგორ ვებრძოლოთ რეჟიმს და ერთად როგორ ვებრძოლოთ რეჟიმს. მადლობა ბატონ გიორგი.